წიგნის კითხვის დღესთან დაკავშირებით ჩვენი სკოლის ბიბლიოთეკაში განვიხილეთ გოდერძის ჩოხელის წერილი ნაწვებს. ნაწარმოები, რომელიც საკმაოდ საინტერესო იყო. გაუცებული ვარ პირდაპირ. გაუცებული. პირველად მესმის რომ კაც მხარზე ნაძვი ამოვიდა. არა, თუ შეიძლება უფრო ხუმად გამარკვიეთ ამ საქმეში. დღევანდელი დღე უშუალოდ დაეთმო გოდერძის ჩოხელის ნაწარმოებს, წერილი ნაწვებს. გოდერძის ჩოხელი ჩემთვის ერთ-ერთი საუკეთესო მწერალია. ძალიან მიყვარს მისი ნაწარმოებები და ხშირად ვკითხულობ. წაკითხული მაქვს წითელი მგელი, რომელმაც ძალიან აღმაფრთოვანა. ვისურვებ, რომ მეტმა ახალგაზრდამ გაიცნოს გოდერძის ჩოხელი და უფრო მეტი ყურადღება დაუთმოს მის ნაწარმოებებს. წიგნი არის ჩემთვის სიცოცხლის წყარო, რადგანაც ის რეალობასთანაც გვაკავშირებს. წიგნის კითხვის დროს ვარ ძალიან ბედნიერი. დავით მეოთხე, რომელსაც შემდგომში აღმაშენებელი ეწოდა საქართველოს ისტორიაში ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი და ხალხისთვის ყველაზე საყვარელი მეფეა. მე დღეს მოვირგე დავით აღმაშენებლის როლი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო, რა თქმა უნდა, და ასევე წიგნის კითხვა ძალიან აუცილებელია ბავშვებისთვის. ის ჩვენ ძალიან ბევრი რამის, როგორც ინფორმაციას, ასევე წიგნმა უნდა გაგზარდოს და მან უნდა გაგვიკლიოს ჩვენ გზა. დღეს კითხვის დღესთან დაკავშირებით მე რო სკოლამ ჩაატარა რასადროდის კითხვები იყო სხვადასხვა თანამედროვე ლიტერატურიდან, რაც თავარია ძალიან საინტერესო და დაძაბული თამაშები გამოგვივიდა. წიგნის კითხვა ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდა თაობისთვის, რადგან მატებს თავდაჯერებულობას და განათლების დონეს ახალგაზრდა თაობაში. მე ძალიან მიყვარს წიგნის კითხვა და ამიტომ წავიკითხე ფიფქია. ჩემ კლასელებთან ერთად მივიღე მონაწილეობა სპექტაკლში და ვითამაშე ფიფქიას როლი. ჩემი აზრით, იმიტომ არის კარგი წიგნის კითხვა, რომ განათლებას მიიღებ და არ დაიბნევი ცხოვრებაში. მე ძალიან ხშირად ვკითხულობ წიგნებს და ჩემი საყვარელი წიგნი არის ჰარი პოტერის თავგადასავალი. მე ვითამაშე ჩემი საყვარელი პერსონაჟის როლი სპექტაკლში.